ირაკლი. არა. კარგი რა, რემონტის გაკეთებას ხომ არ გთხოვ. სახლს ვალაგებ, შენ მხოლოდ ჭაღი ჩამოხსენი რომ გავწმინდო. არა. კარგი, მაშინ მე ვიცი, ვინც მომეხმარებ აი ამ ჭაღის. არა, დედას ნუ შეაწუხებ. არ არის საჭირო. არ არის. მე ჩამოვხსნი ჭაღს. კიბეს მოვიტან მხოლოდ. გიგავაჯოგეთი. მაგრამ მომეწონა ჭაგის ჩამოხსნის გეგმა, როგორ ამბობდა ჩამოხსნიო ეს. კარგია რომ ადექით. შენ კიბეს დაუჭერი, აქ ჭაგს ჩამოხსნის, აი აქ. მაგარი ცუდე არა ამას ბარიკა, ჰა? ხო, კარგი სულ. Алло. ხო, დათო ვარ. ხო, იმისი, ხო. ეს რა მინდათ ხო? ესე იგი, ჩემი მანქანისთვის მჭირდება ზეთის ფილტრი და რეზინები. ეგ არ არის პრობლემა, შენ ეგენი მიშოვი და ფული შენს უფროს გამომართვი. კარგი, ნახვამდის. ვის ელაპარაკებოდი და ვანოს? ვინ არის ვანო? შენი მძღოლი. დათო რა. ირა, ნახე რა დავამუღამე. სხვაგან რომ მიხვა რა, სადმე რა, უყურე ხა. დონია რა ირა? სხვა დონია. დათო. ხო. ესე ვიან შენ მანქანას გოგოები? გოგოები არა ის. გუშინ თურმე 70 წლის ბოტანიკის მასწავლებელი არ ჩაუჯდა. მარიკა თან წვიმაში იყოს შვილო ფეხით წავალო. დათო. მე მგონი საკუთარი ოჯახის შექმნაზე უნდა იფიქრო. ესა სალამ ოჯახის შექმნი მოდი კი ბედამიჭირებო. ისე მარიკა მართალია, უნდა შექმნა ოჯახი. დათო, ჯერ ერთი არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ. მეორე, მანქანა გყავს, სამსახური გაქვს, სახლი. დათო, ჩვენ დროში მანქანა და სამსახური იცი რამდენს ნიშნავს? კარგი, მოვიყვარ, ხო, ვინმეს მოვიყვარ. აი მე ნახე, ჩამოდი დროზე, ჩამოდი. აი, მე ხერა ნახე და აწერი 200 კილოზე მეტი არ შეიძლება. მიცო? ჩემ მანქანა ყოდის. ვაი. კიბე! ვაი, ჭაღი! მანქანა! მიდი. მელა. მარიკა, აი ეს მე ჩამოვხსენი. ხო. და უკან ვინ დაკიდებს არ ვიცი. მოვიფიქრებ რამეს. მოიფიქრე რა. ირაკლი რა არ მახსოვს იცი? ერთ ტუკზე იკეთება თუ ტუკზე, ჰა? ტუკიქნა. რა ხდება, დათო, რატო აყვირდა შენი ბენტლი? ბავშვებმა გაარტყეს ბურთი და მე მეგონა მპარავდნენ.
კარგი რა დათო რა. ამ ხელა მანქანას ვინ მოიპარავს. დიდი ბავშვები აიღებენ, ითამაშებენ და დადებენ უკან. დათო, რა ქენი იცი რო არ მოიპარო? გველი იყიდე და ჩასვი მანქანაში და იყოს იქ, იყოს იცი. გველი არა ის კიდე რა, რაღაცას მოიგონებს ხოლმე რა. ვის გაუგონია გველი მანქანაში? მარიკა. მოდანო. მოდი. ყველაზე შხამიანი გველი რომელია? ირაკლი, მოკიდა მას ხელი მოკიდა. მარიკა, სად მიგვახე ეს? საძინებელში ჭაღი უნდა ჩამოვხსნა და თუ კიბეს დაგიჭე. მე მაგვიანდება სამსახურში უნდა წავიდე. აბა მე მარტო ვერ ჩამოვხსნი. კიბე ხომ უნდა დაიჭიროს ვიღაცა. დათო, ასიად რატომ მიდიხარ სამსახურში? ფიზიკის მასწავლებლებს უნდა დავასწრო მანქანის დაყენება. უკვე 3:00-ს უგებ. დათო, დღეს დილას სადღაც მინდოდა წასვლა, შენი მანქანა არ დაიქოქა. ვერ დაგუქავდი ირაკლი, ვერ დაგუქავდი. თქვენ საქელოდებით? მე მითხარით რამე? მე თიკას მეგობარი სანდრო ვარ. მე ნათესავი ლანა. ყოჩა თიკას? გონი სახლში არ არის. დავრეკე უკვე. დავაკაკუნე უკვე. ეგეც ვნახე. აბა მართლა არ ყოფილა. ტელეფონსაც არ პასუხობს. კარგით ნახვამდი. მოიცა, რა ვქნათ იცი? წერილი რო დაუტოვო. წერილი? ხო. რომდე დავწერო? რა და აი თიკა, დიდხანს გელოდებოდი. წასვლა რომ დავაპირე, ლიფტი გაიგო და ლიფტიდან ერთი სიმპათიური ბიჭი გამოვიდა. ჩემი დახმარება უნდა და ეტყობოდა რომ ზრდილობიანი და განათლებული იყო. შენი ლანა და ტელეფონის ნომერიც მიაწერე. ჩემი ტელეფონი აქვს უკვე. მაშინ იცი რა ქენი? მე ხა ხშირად მიწევს ხოლმე სიარული. შენი ნომერი დამიტოვე და რომ მოვა თიკა დაგირეკა. არა. თუ ნახავთ, გადაეცით რომ 6-ისთვის შემოვივლი. ესე კი 6-ისთვის, ხო? კარგი. ხო, ესე რომ მიცნო, აი ეს პიჯაკი მეცნევა. აი მანი 6 საათზე, ეხლა რომელია? აუ, ელექტროსაათი უნდა მეყიდა. ირაკლის ვეთყვი. მოიცა ეხლა ირაკლისთან რო შევიდე და უთხრა სადარბაზოში გოგო გავიცანით ხო, ბუეღე დამცინებს. ამათთან ახში. მარიკა, კურტანიძე თევზი შეწვეს. და ჩვენ რა გვაქვს? ხალი და მჭადი. კარგი, მაშინ ისევ აივანზე გავა. მოდი. გეხვეწებია ეს დივანი აწიე? რომელი დივანი? აი ეს უნდა გავუშვათ. კი ბატონო. ვაიმე, ნახე, დიდი მაგრატელი აქ ყოფილა. მე კიდე მეგონა თამარს ხომ და გატანე. მარიკა, კარგად ნახე, ყავის სერვიზი, ტოსტერი, თერმოსიც არ ხო არ არის. ირაკლი. დადგი დივანი, დადგი მოთახში შედი ჭაღი ჩამახსენი. არა. რა, ირაკლი. სირცხვილია უკვე ობობა ცხოვრობს შიგნით ობობა. რომელი ობობა, გოგიტა? მაგას თავი გაანებე, ჩემია. თან ფული იცის. რა შენია, რა გოგიტა, ირაკლი, დადგი დივანი. მარიკა, ტალახაძეებს ხო ყავთ თევზი და ლეკვი. მე მყავს გოგიტა და დათო. ირაკლი. ხო, კარგი, ხო, კარგი. ჩამოვხსნი, მაგრამ ხო იცი რომ ის ჭაღი თარსია. არ გახსოვს დედა შენი რო ავიდა კიბეზე, ჩამოხსნა რო უნდოდა. რო ჩამოვარდა და მუშას რო დაეცა, საწყალი, მუშა.
ირაკლი ეგ ჭაღის ბრალი კი არ იყო, მუშის ბრალი იყო, კიბე ვერ დაუჭირა კარგად. და მე ვინ დამიჭერს მარიკა კიბეს? შენ დამიჭერ? არა, გლონტების იმას ვეტყვი, ლაშუკას და ის დაგეხმარება. რა შერჩის რა საყვარლად დაცოცავს რა. რა უნდა რა? გოგიტა, რაღა ამ გოგიტას მიატექი, სხვა არავინ არის ამ სახლში? მარიკა, აბა რა გაქვს გასაკეთებელი? დიდი მაკრატელი, ამას გავიტან რა ცოტა ხანი. შემოგიტანის, მჭირდება. და ჩემი ლაშიკო რაში დაგჭირდათ? სადინებელში ჭაღი არის ჩამოსახსნელი, დათოს ოთახში შპალერია გამოსაცვლელი. მარიკა, ძალიან გთხოვ დაიმახსოვრე. ის არის უბრალოდ ოთახი. ოთახი და არანაირი დათოსი. ლაშიკო, შენ ძიმი არაწიო, ამას ასუყურებ, ეს ვეშაპივით არის. მივეხმარები, აბა ხო უნდა მივეხმარო. წამო კიბე შემატანილი. ლაშიკო, მომისმინე, შენ კიბე დაუჭირე, ზედ არ ახვიდე. მაინც დენია, რა იცი რა ხდება, გესმის? ეს ავიდეს, ლაშიკო, კიბე დაუჭირე, შენ ზედ არ ახვიდე, ლაშიკო. ლაშიკო, ბატონო. ქეთევან, მოდი, ისინი მიხედავენ საქმეს, ჩვენ მანამდე ჩაი დავლიოთ. ორივე თუ შეეტია იმ ოთახში კი გამოცვლია. თქვენ ჩაი გააკეთეთ, მე ხამო. ირაკლი, მან იცი როგორ უნდა? სხვათა შორის, ჩემი დიდი ბაბუის, ალიოშა ღლონტის დაკიდებულია ოპერაში ის ჭაღი. რა იცი თამარ? მარიკა, ის შენი მეზობელი თიკა სად არის? კიევში გაუშვეს კვალიფიკაციის სასამაღლებლად. კიევში? უფ, იმ სიშორეზე რო არ წასულიყო ვერ გავგე რა აქვე რა იმაღლებდა? ვაიმე, დავიღუპე თამრი. ლაშიკო, ვიდიოდი საერთოდ ლაშიკო. ირაკლი, შიგნით გდია იატაკზე. დამოჩი ჯენერები. კიბე გასრიალდა და ზედ დამეცა. რა მოხდა ირაკლი? კიბე გასრიალდა და ჩამოვარდი ბიჭო. ვაიმე ფეხი, ვაიმე ხელი. ვაიმე ფეხი, ვაიმე ფეხი, ვაიმე ფეხი. ვაიმე ხელი. ვაიმე, ჩემი ჭაღი. რა დროს ჭაღია მარიკა, უკტები წყალი მომიტანე. მარიკა, მიდი შენ სასწრაფოში გარეკე წყალს მე მივუტან. ალაშა მოდი. თამრი ლაშიკოს თავით დაურტყამს იატაკზე. ვაიმე ქეთება. ამნეზია არ დაემართოს. ამნეზია? ლაშიკო, შემომხედე. ლაშიკო, გახსო ვარ ლაშა? კარგი რა ქეთება და კარგი რა. სანდრო რა ხდება? სალომე დღეს დილით გადაწყვეტილება მივიღე. ხო სანდრო? ესე იგი ვანებებ აქეთ-იქით სიარულს თავს და გადავწყვიტე რომ სერიოზულად მოვკიდო ცხოვრებას ხელი. მე თანახმავარ სანდრო. რა? აბა რა მითხარი? დღეს დილით გავიცანი გოგო, ისეთი ლამაზი გოგო რომ გავგიჟდი კინაღამ. პაემანი დაუნიშნე. პაემანი სად დაუნიშნე? სადარბაზოში. ესე იგი პირველივე დანახვისთანავე გადავირიე რომ ნახე. ახლა რა მინდა შენგან? რა და ეხლა ეს ყველაფერი ხო უნდა უთხრა. ხო და აი შენ რომ იმის ადგილას იყო მომეხმარე რა. მე? ნუ რა ვიცი ახლა რომ მოვიდეს ჩემთან მაღალი სიმპათიური ახალგაზრდა ბიჭი და მითხრას. მოიცა, ცოტა ნელა რომ დავიმახსოვრო ხო? სალომე. დღეს გადავწყვიტე რომ ყველაფერი გითხრა რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ. დღეიდან მე და შენ ერთად უნდა ვიყოთ. აი კაია. დაანები ამ ბარს და კლიენტებს თავი.
ისინი მაინც არაფერს არ დაგიფასებენ. ყოველთვის გაგლანძღავენ და გაგჭორავენ ზურგს უკან. სალომე. ბოდიში გავერთე. იცი, მე მაქვს ერთი მოფიქრებული, მოდი ახლა მე შენ გეტყვი და აბა როგორი იქნება, ხო? მე მინდა ჩვენ მთელი ცხოვრება ერთად ვიყოთ, ეს კარგია, ხო? მოდი გავიქცეთ აქედან. დიდი გემით. იმ გემზე ვიცეკოთ, გავერთოთ. მე დაგხატავ. მე შენ ძვირფას ქვას დაკარგავ. მე ძველებურ მანქანაში ჩავჯდებით. ის დაიორთქლება. მე გემის იმაზე გავალთ, რა ქვია, ცხვირზე. და ხელებს გავშლით. სანდრო, რას მიყვები? ხო ტიტანიკია. ხო მაგარი ფილმია, ეხლა ნანახი ექნება, როგორ ფიქრობ? მე ვფიქრობ, ერთადერთი რაც გიშველი, სიყვარულის ელექსირს თუ დაალებინებ. სიყვარულის რას? წვენს, სანდრო, წვენს. ესე 6 საათზე მაქვს შეხვედრა, რომელია? ამ ელექტროსაათსაც ვერ გავუგე ვერაფერი, ისევ ის უნდა დამეტროვებინა. რომელი საათია, სალომე? 6. რა? ვაიმე, დავაგვიანე, სიყვარული კარს მომდგომია და ბედნიერება მეკრე ვაგვიანებ, წავედი. ბედნიერება რა ახლოსაა რო იცოდე, მაგრამ სად გაქვს თვალები, სანდრო? დიდი ხანია მელოდებით. ის თქვენი სიკა იქას ნათესავია ვანა თქვენ ალბათ მეგობარი სადმიხდი მე კი მეზობელი ვარ და მეგობარი და მეზობელი დიახ და თიკარი ძალიან კარგი გოგო კი ჩვენ ერთად ვიყავით კახეთში ჩემი მანქანით დიახ ძალიან კარგი დრო გავატარეთ ისეთი ისტორიები გადახვდა თან გვიან ჩამოვედით ძალიან დიახ ჩემი მანქანით თიკა ნამდვილად ჩამოიყვანეთ დიახ არ ვიცი მთელი დღეა ვეძებ სად შეიძლება იყოს ჩვენთან იქნება თქვენ დიახ ჩვენთან იქნება თუ ჩვენებს არ იცოდინება სად არის თიკა მაშინ შეიძლება იცოდეს შეიძლება გასაგები დატოვოს ჩვენთან თუ ჩვენებს არ იცოდინება გასაგები სად არის მაშინ იცოდინებათ ჩვენებს ჩვენთან მართლა წამოვდანით მართლა მოგზავნით ეს თუ იქით გაიხედეთ თუ შეიძლება იქით ნახეთ ეხლა გამოდით გიდან დათო ირაკლი მარიკა მომცადეთ ირაკლი მარიკა დათო მე სახლში არ არიან ბატონო სახლში არ არიან მე სახლში არ არიან ძალიან კარგი სახლში არ არიან ფილითაც ვიყავი და არავინ დამხვდა იქნებ გვერდით მეზობელთან იქნება გვერდით არ შეუძლებელია ღლონტებთან ნორმალური ადამიანი ამდენ ხანს ვერ გაჩერდება სახლში არ არის გასაგებს მოგძებნი სად არის გასაგები და სად არის გასაგები არ არის გასაგები აქაც არ არის გასაგები აქ არ უნდა გასაგები ასე არ არის გასაგები არ არის აქ არ არის კარგი სახლია მეც მინდა ასეთი რა ბძანეთ კარგი სახლია მეც მინდა ასეთი მეც
ვიცად ეს ხო ესე გავასწორო მოიცადე ნელა პაკეტი მოიცა წამოჯი ესე გაბუსუნებული ხო არ დახვდები რომ მოვიდეს არა მოიცა ბალიში მოდი ახლა თმებიც გავისწოროთ მოიცა კარგი რა გაანებე რა თავი ხო ხედავ არც დაჯდომა და არც დაწოლა შეუძლია ნორმალურად კარგი რა თამრი შენ უღამიშლი რა ნერვებს გემუდარები რა მარიკა ერთი ირაკლის რეთგენი მომეცი რა ჩვენი ჯობია ესე იგი ეკაც გაუგზავნე SMS-ი და ყველაფერი გავაგებინე ირაკლი იცი შენ თუ გინდა მე დაურეკავ დათოს და ვეტყვი რომ შენ ხელი ამოიგდე და უკან დაიბეჭე ზურგი არა ანანო არ არის საჭირო ყვავყორნებს ნუ გავაგებინებთ რომ არწივი დაიჭრა ლაშა ქტივა კიდე ეხლა უფრო ამტკივდა რა მე იცი რა კარგი ტკივილ გამოყუჩებელი მაქვს ქვემოთ კაბინეტში თან ორ ნახადია თუთის 200 გრამი ჰა არა მადლობა ირაკლი ჩემი ლაშიკო არ სვამს ირაკლი რა ვთქვი ამისთან რა დაზიანებული უბნები შევიზილოთ თუ არ ყიწყო რა მოგივი ირაკლი აი შენი ჩაი ლაშა აი შენს გაგიკეთე მოიცა სად მოდიხარ გოგო რომ მოდიხარ ვერ ხედავ კაცი შიშველია ეხლა მოდი არა ჩაი გაუკეთე დიდი მადლობა მოიცადე არ დალიო რა ვიცი მე რა ჩაყარა შეგნით მოიცადე ერთი წუთი შენ გამაგებინე ვერ მოუდუღებდი მე გავუკეთებო მარიკა ბატონო ძალიან გთხოვ რა გოგისთან ჩადი ხო ჩემი დამტენი აქვს და მობილური დატენე რა გთხოვ რა ჩავალე ხლავე ანანა წამოყვები და გოგის გაგაცნე არა მარიკა მე ხო ვიცნობ გოგის ირაკლის დაბადების დღეზე ტვისტი არ ვიცეკვეთ რომ მაგიტას ვაიმე რა ხმაურიანები არიან ლაშა ისე ვისეკტკივა კი ეთკინება აბა რა იქნება ამისთან ვეშაპივით კაცი რომ დაეცემა ზედ რა მოუვიდოდა აბა თან ორჯერ რა ორჯერ და ერთხელ ხო ჩამოვარდი და დავეცი მე ავხდი და ისევ დავეცი ირაკლი ვიცი რომ შეგაწუხეთ მაგრამ ამ საბუთზეც არის ხელი მოსაწევი მალახე ჩადებას და კეთელა ეს ის არის ლაშიკო შენ ხო ყველა საბუთები წესრიგში გაქვს კი კეთებან ჯერ ყველა საბუთი მოვაწესრიგე და მერე მოვიტეხე ფეხი აღარ შემიძლია ნათია რა ვაი ხელი რა არის რანაირად პრესი ხარ რა კაცი ხარ თუ რა ხარ ამოიღე ხმა ცოტა უმახიანა ნერვებს მიშლის ირაკლი პროფესორმა დინარაძე მოგიკითხა საღამოს თვითონ კარდიოლოგიური უფროსი რომ არის სკანდელაკი ეგ და მინისტრის მოადგილე გვარი არ მაქვს ჯანდაცვის ხო მორეს ანახავთ ლაშიკო შენთვის არ მithქვამს ბეჟანი ბიძიამ დარეკა კირილე და რამინი გადარეულები ყოფილან ეს შენი ამბავი რომ გაუგიათ და თურმე დღეს მოდიან საღამოს ავტობუსით მე ვთხარი არ გინდათ ნუ შეწუხდებით მეთქი ისედაც ახლა ეს ამდენი მნახველი ამდენი ვირუსია და კარგით მაშინო და კვაწარახს გამოვატანთო მარიკა თქვენ შეგახვედრეთ გოგო შენთვის გამომატანა თამრი შენ სახლში მიდიხარ ხო უკვე ხო მომისმინე თამრი ბაზარში გამოიარე კარგი სოფლის ქათა მიყიდე ბულიონი გააკეთე და ქვაბით მოუტანე ჩემ ლაშიკოს აივანზე გადი კომპოტები წამოიღე 3 ლიტრიანი ქილებით არის ხო იცი ხო და ისა პატარა რადიოც გამოაყოლე ლაშიკოს დაჭირდება და ისა ჯემი გიყვარ შენ ლაშიკო ჯემი არა უყვარს 2 კილა ეგეც ჩადე არა და გამოაღე მონტანა სპორტულები გამოიღე და ჩააწყვე ლაშიკოს რომ წამოვაჯენ ბეჭებზე შემოვახურებ რო არ დაუბეროს და არ შეგაცინდეს წავედი და ხედავთ მერე კეთევან არაფერი არ მინდა ხილი უთხარი და წამოიღე ხილი გვაქვს აი შეხედე ლაშიკო მარიკამ და ანანო ყურძენი მოგვართვეს დიდი მადლობა
ვურეკავ და არ მპასუხობს, ნერვიულობ უკვე. ნუ ნერვიულობთ. აი ხა მე მარიკას დაურეკავ, შეიძლება იმან იცოდეთ სად არის გასაგები? ანტიკა, ერთი წუთით. ხატებია. ეს ნახატები ჩემი არ არის. მაგრამ ჩემი მოტავები როცა გაიზრდებიან, აი ესეთ შედევრებს შექმნიან, დიახ. და მე პედაგოგი გახლავართ ხატვის, დიახ, პედაგოგი და თქვენ რა პროფესიის ბრძანდებით? თარჯმანი. აჰა, თარჯმანი. მიყვარს როცა გოგო რუსულად ლაპარაკობს. უი! ეს ვინ მოიტანა? შემოიტანე. მოდი ჩვენ გაგვიბარჯოს. ნუ ნერვიულობთ, ეხლა მე დაურეკავ მარიკას. იქ მოიგო ტელეფონი რა ეს? არა. ალო. ეთყობა ადრეა ჯერ. აქ ადრეა. აქ დავაგვიანე. სწორი საათი უნდა გავიგო. მადლობ სანდრო. როდის მოასწარი შეკვეთა? მე პიჯაკი. ისევ არ დამხვდა და მე აქ. ხო, აქ ხარ. სანდრო, დიდი ხანია პირებ აქ დარჩენას? ვნახოთ. ლანა, რა იყო რა მოწყენილი ხარ? დათომ თავისი ნახატები ხო არ დაგათვალიერებინა? არა, სანდრო, აი ტელევიზორში შენი კლიპი გადიოდა და იმას უყურებდი. არ ვარ მოწყენილი. დათო ძალიან საინტერესოდ მიყვებოდა თავის თავზე. ისეთი არაფერი. როგორ არაფერი? ესეთ მოკლე დროში იმდენი რამე მოასწროს. არ არის საჭირო. მიყვებოდა რომ სწავლობდა ლონდონში. რა? მერე იყო მივლინებით სუდანში. თავის მეგობარ გოგიზე მომიყვა. ეს ვინაც მაგათ გამოაქვს. ხო და კიდე რემონტს აპირებს. ის არ უთქვამ სამჯერ ვარ გათხოვილიო? ის ლიფტის ფულს ვაგროვებ, ლიფტის ფულს. იუმორი აქვს ესეთი იუმორი. ბიჭი. ლონდონში ეს კი არა, მე ვსწავლობდი მე. მართლა? ხო, მართლა. ხო, ესწავლობდა. სანდრო, რა მინდა კითხო? ლონდონში რომ სწავლობდი, მაშინ გაგწვივდა თმები? არა, მაშინ არა. აქ რომ ვიყავი დათო სახლში, ჩემს სახლში რომ ვიყავი. მაგრამ ეხლა თმები აღარ მცვივა უკვე, რაც მასაჟისთან დავდივარ ყოველ დღე. და სანდრო, არ გინდა ხოლმე რომ ყოველ დღე დამირეკო და დილით ერთად წავიდეთ ჩემი მანქანით მასაჟისთან? რას ვეღარ? ტარება ისწავლე დათო? მანქანა გყავს და ტარება არის. არა, ამას უჯერებ, აზრზე არ არის. მე არ ვარ აზრზე. შენ არ ხარ? მე არ ვარ. შენ არ ხარ? ხო, შენ არ ხარ? აბა მითხარი ხა, შუჭად სამი რამდენია?
ერთი. რა ვიცი მე რამდენია. აი ხოგეონები აზრი არა. ოხ, შენ ხორას მელაპარაკები, არიცი? იმ დღეს. ის არიწოდა რომ ვაჟაფშაველა რევაზიშვილია. როგორ არიცოდი? ეხლა უყურე. სანდრო, აბა ერთი. აი სადღეზე რო გითხარი, ირაკლი რო ამბობს ხოლმე რა. მიდი. ვიტყვი. მიდი. მე წავა. დაიძე ხირად. ვიტყვი. მიდი. მე მინდა ამ ჭიქით ფრიადი სადღეგრძელო შემოგთავაზო. სადარი რამდენი ხანი ეს ლიფტი და გამოუშვა. გამოუშვით რა ლიფტი? რელაქს ის თორ დაჭერთ, არასდროს არ მოხდა. უი, გმადლობთ. თიკასთან ხართ? დიახ. გამასწრო. ისე გავერთეთ თქვენთან საუბარში, რომ ლიფტმა გამასწრო. ხო, თიკასთან ხართ მეთქი? სახში არის თუ იცით? არ ვიცი, არ არის სახლში? აბა ვნახოთ. არ არის სახლში. რა უნდა ქნათ? არ ვიცი, სტაველობდი. მე ამდენი ხანი ესე ცოდო ხარ. აი ბულიონი. მე გავაკეთე. უგემრიელესია. ბულიონი. ოფ, გამომართი ერთი წუთი, გამომართი რა დამიკავე. აი ფუნთუშები მაქვს. ძალიან გემრიელი. აი, მადლობა არ მინდა ფუნთუშა. ეს ჩუჭმალი ხარ. არა და არ გეტყობათ. სულ დამავიწყდა. თამარი. სასიამოვნო ზვიადი. ზვიადზე გიждდებოდა დეიდაჩემი. არა, იცით რა, შეიძლება ჩხეიძებმა იცოდნენ, სად ბრძანდება ქალბატონი, თიკა, თუ არა და ის ბედოვათი მაინც იქნება სახლში. მაშინ თუ შეწუხდები იქნებ. და მე რა შეწუხება? შენ წამოდი, ზვიად, მოდი, შემოდი. მოდი, აი, ასე რა, გაგიждდეს. გამარჯობა დათო. თამარ, ესეც სტომატოლოგია თუ ყელყურცხვირი, ჰა? შენ საიდანღაც მეცნობი? არა, საიდან? შენ აქ რა გინდა? ეს ვინ არის? ზვიად, დაწყნარდი, არ დაიწყო ხა შენებურად. ეს მეზობელია. მეზობელია, უბრალო მეზობელი. ეს ვინის ჭიქაც მეზობელია? ზვიად, ეს ვინ არის? ჩემი ცოლია. ცოლი? არა, რა ხო ვამბობდი, ყველა კაცი ერთნაირია მეთქი რა. ეს ვინ არის ზვიად? ეს მეზობელია. ხაბიც მეზობელია? გამოდი. აბარაძე და გადი. მოდის. არ ნერვიულობ. აი, მოვიდა უკვე. ნახვამთის. ვაშკა. შენა გვარტდი არა? აი მე მომეცი ეს ბულიონი მოკავ. და ისა მილა იოვოვიჩი? კი, ეგეც მაგარია. ლაშიკო როგორ ხარ? ირაკლი რა გჭირს? ისა როგორ ხართ? აიგა, სად იყავით?
იმღებში ვიყავით, საკარგი რემონტი გავუკეთებიათ, ირაკლი. ზუსტად ეგეთი კედლები მინდა სახლში. ფერის. დაიწყე ხო ისევ? ლაშა. ქეთევას ჯერ რემონტზე საუბარი არ დაუწყია? არა. ხო, ისე მართალია, პრინციპში ადრეა ჯერ. ჯერ გასუქდება. მე ისევ გახდება და მე უწევს რემონტზე ლაბარაკი. რა ვიცი, თიკაზმამ ხელი გაიქნია და მე? მეორე ხელიც გაიქნია. თამრი, თიკას ძმას რა სამი ხელი აქვს? მე რა ვიცოდი, ის ვაჟბატონი იმის ქმარი თუ იყო? არა, ისე ყოჩახ თიკას ძმას რა. ეთყობა გაიგო ასე დღეში რო ვარ. და გადაწყვიტა რაღაცით ეს სიამოვნებინა რა. მარიკა, ერთი წუთი, ძალიან გთხოვ, ხელი დამიჭირე რა. დამიჭირე გთხოვ რა. მარიკუნა, ვაიმე, ნელა. კარგად გიჭირავს? გიჭირავს.